დაფიქრებულ ხართ, რას ეძახიან საქართველოში პატიოს ან შრომას? აი ეხლა რო გაიხსენოთ, ვისზეც უთქვამს, რომ ვიღაცა პატიოსნად შრომობს. ძირითადად პატიოს ან შრომას ვეძახით შრომას, რომელსაც არ აქვს შედეგი. თუ ვიღაცას გადატყავებული აქვს ხელები, მუშაობს ბაღში, ძირითადად გლეხებს, ხო? და მე არ ვიცი, რაღაცნაირად ამას შედეგი არ აქვს, მაინც გაჭირვებულია. აი ძალიან ბევრ შრომობს და მაინც გაჭირვებულია. ესეც ეძახიან ხოლმე საქართველოში პატიოს ან შრომას. მაგრამ შრომას, რომელსაც აქვს შედეგი, ამაში უკვე ყველას ეჭვი აქვს. ნუ რაღაცნაირად თითქოს ლოგიკური არის საქართველოში, იმიტომ რომ თითქოს შეუძლებელია საქართველოში პატიოსანი შრომით გამდიდრება, თუმცა ეს ნაწილი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შრომას აღიქვამს ხოლმე ხალხი, ვგულისხმობ მასებს და არ გულისხმობ მე და შენ, ზოგადად მასას გულისხმობ. რას აღიქვამს ხოლმე მოკლედ პატიოსან შრომად. ხო და ამაზე დავფიქრდი, ამაზე ადრე პოსტიც მქონდა დაწერილი და სიღარიბის რომანტიზებაზე ვსაუბრობდი, სადაც ნუ 1-2-მა ცოტა გამაკრიტიკა, რომ ძალიან სისულელეაო. თუმცა მე მგონია, რომ ქართველებს ძალიან აქტიურად გვაქვს სიღარიბის რომანტიზება. და რაღაცნაირად მოგუწონს სიღარიბე, მოგუწონს, როცა ვიღაც ცოდოა და აი რომ შრომობს და მაინც რომ არაფერი არ აქვს და მაინც რომ ცოდო, აი ამას ვეძახით ხოლმე პატიოსან შრომას. ხო და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გამახსენა, ეხლა ჩემმა ამბავმა იოგას გაკვეთილებისთვის რომ ვაგროვებდი ფულს და მიუხედავად იმისა, რომ აი უამრავი ძალიან კარგი გამოხმაურება მქონდა და თანხაც თითქმის უკვე შევაგროვე, მიუხედავად ამისა, უარყოფითი კომენტარებიც იყო ცხადია და მაგებზე დავფიქრდი და მე ზოგადად წამოვიდა ფულთან მიმართებაში და დახმარებასთან მიმართებაში რა ტრავმები გვაქვს ქართველებს. ხო და მინდა რომ მაგაზე ვილაპარაკო. სანამ მე დავიწყე, ცოტათი შემომაღამდა, მაგრამ არა უშავს. ხო და ერთი მაგალითი მინდა მოვყვე იმის საჩვენებლად, რომ მართლა გვიყვარს საცოდაობა. მაგალითად ქეთი ქველაძე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიცით რა, ეს გოგო რო გამოჩნდა თავიდან, ყველას ძალიან ეცოდებოდა, ხალხმა დაიწყო მისი დახმარება და იდეაში დახმარების მუღამი ხომ ის უნდა იყოს, რომ ადამიანი გახდეს იმაზე უკეთ, ვიდრე არის. მაგრამ როგორც კი ამ გოგომ ამოისუნთქა, იყიდა სახლი, რაღაცა შვილებს ჩააცვა, ეხლა მანქანა იყიდა, ხალხს დაეწყო ძალიან დიდი აგრესია. მესმის რომ რაღაც აგრესიას იწვევს მისი ქცევა, ისა ეს ასე შემდეგ, მაგრამ აგრესიის ძალიან დიდი წერტილი არის ხოლმე ის, რომ აი ხალხის ფულით ესქნა. აბა რა იყო დახმარების იდეა? დახმარების იდეა ხო იყო ის, რომ უსახლკაროს ქონოდა სახლი. რატო წუხს მერე ადამიანი იმაზე, რომ ეს მოხდა? იმიტომ რომ ის აღარ არის ისეთი საცოდავი, როგორც მანამდე? ეს მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა და ეგეთ რაღაცებს მგონია, რომ ჩვენ თავში უნდა დავუფიქრდეთ ხოლმე. მე მაგალითად ძალიან დიდი ხანი მეც მქონდა ეს რაღაცა სიღარიბის რომანტიზება და ძალიან რთულია ზოგადად ღარიბი მაინდსეტიდან გამოსვლა, აი ურთულესია. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ერს გვაქვს ძალიან ბევრი და ძლიერი ფინანსური ბლოკები. იმიტომ რომ ჩვენთვის ფული არის ხელის ჭუჭყი. ეს გამოთქმა გვაქვს ერში, რომელსაც არ ვიცი, ყოველდღიურად ვიღაცა მაინც იმეორებს. როდესაც შენ მიჩვეული ყავს შენი ტვინი, რომ ფული არის ხელის ჭუჭყი, ცხადია ფული შენთან არ მოვა და რეალურად ფული თვითონ რა არის? ეს რაღაცა ვიზუალურად გამოხატული ენერგიაა, ის რაც შეგიძლია რაღაცებში გაცვალო. და რეალურად რომ ვაკვირდები, აი ბევრგან არ დამინახავს ეს ფინანსური ბლოკები, არ ვიცნობ ყველა ერს, მაგრამ მაგალითად ეხლა საქართველოში ნებისმიერი კრეატორის მიმართ წამოვა ძალიან დიდი აგრესია, ვინც დაიწყებს დონაციებს მაგალითად, ან ექნება საკუთარი დონაციების ლინკი, ან subscription-ი ექნება თავის პრემიუმ კონტენტზე, მაგრამ ეს საერთაშორისო ძალიანაც დამკვიდრებული სტრატეგიაა. თითქმის ყველა დიდი ინფლუენსერი, ვისაც კი ვაფოლოვებ, არა ქართველს, ყველას აქვს თავისი პრემიუმ არხი Instagram-ზე, სადაც subscription-ი არის პირობითად რაღაცა $5, მინიმუმ $5 იმისთვის, რომ მისი პრემიუმ კონტენტი ნახო.
ანუ მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი აზიარებს რაღაცას და შენ ეს ნახო. და მე მგონია, რომ ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ როდესაც მით უმეტეს ისეთ კონტენტს ქმნი, რომელიც სასარგებლოა, რატომაც არა, რომ შენი რაღაცა ტიპის კონტენტი, რაც არ არის საჯარო, იყოს ფასიანი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს გახდება პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კიდე ესეთი გამოთქმა, რომ ყველაფრით ფულის კეთება დაიწყეს. მაშინ, როდესაც ფულის გარეშე ძალიან რთულია რაღაცების გაკეთება, რა თქმა უნდა, მაინც ამოსავალი წერტილი არ არის და შეგიძლია რომ ფულის გარეშეც აკეთო რაღაცები. მაინც არის ძალიან დიდი დაბრკოლება, უფლობა და რატომაც არა, თუ მე რაღაც ცოდნა მაქვს, ამ ცოდნით რომ ფული გავაკეთო, რატომ არის ეს ცუდი და რატომ არის ეს უარყოფითი. და რეალურად აი ინფლუენსერები რეკლამასაც კი რო აკეთებენ, ამასაც მოყვება ხოლმე ძალიან დიდი აგრესია, რომ როგორ თუ შენ რეკლამას აკეთებ. როგორ თუ ამითიც ფულის კეთება დაიწყე. რატო არა? აი რა არის ამაში პრობლემა? ამას რო დაუფიქრდებით, რა არის ამაში პრობლემა? მივდივართ ზუსტად იქ, რომ როგორც ერს გვაქვს უდიდესი ფინანსური ბლოკები. ჩვენთვის ფული არის ხელის ჭუჭყი, ფული არის ცუდი, დიდრები მხოლოდ ცუდი გზებით მდიდრდებიან და ის ვისაც შესაძლებლობა აქვს ან მატყუარა, ან აფერისტია, ან ცუდი გზით გამდიდრდა, ან რაღაცა უხარისხო ბიზნესი ქონდა, ან ხალხი დააზარალა, არანაირ დადებით სარ განვიხილავთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ზოგადად ამას აქ თავისი მიზეზი არ არის რაღაცა უმიზეზო, უბრალოდ ბევრი ფაქტის გაერთიანებით მიღებული მაგარი ხარ, მადლობთ. ბევრი ფაქტის მიღებით გაერთიანებული რაღაცა ერთობლივი შეფასება არის რა. მაგალითად, როგორც არის ხოლმე, რომ აი ყველა ინფლუენსერი ფეიქია. ეგ ხო შეუძლებელია, რომ რაღაცა გამონათქვამი ერგებოდეს სიტყვა ყველას. ვერ იქნება ყველა ფეიქი. ვერ იქნება ყველა მდიდარი ცუდი გზით გამდიდრებული, ანუ აუცილებლად იქნებიან გამონაკლისები. მაგალითად, არ მახსოვს რა ქვია, სერიალს არის შავკანიანებზე, 5 ბიჭს დააკავებენ, თინეიჯერებს, შავკანიანებს, იმ პერიოდში, როცა შავკანიანების მიმართ მთლად კარგი დამოკიდებულება არ იყო ამერიკაში, დააკავებენ და დააბრალებენ, რომ ვიღაცა მოკლეს, ღმერთო რა ქვია ამ სერიალს გამახსენე, დავურთავ აქ იმას რა ქვია, პოსტერს გავიხსენებ და ეს ადამიანები ათობით წელს გაატარებენ ციხეში და ციხეს თავს დაახსნიან და ციხისგან თავს დაიხსნიან მაშინ, როდესაც პოლიტიკა შავკანიანების მიმართ ამერიკაში მორბილდება და ყველა მათგანს, რა თქმა უნდა, გადაუხდიან უდიდეს კომპენსაციას მილიონობით. და ჩვენ ამ დროს ვამბობთ, რომ ყველა დიდარი არის ცუდი გზით გამდიდრებული. უეჭველი ვიღაც დააზიანეს. ზოგადად ეს რატო არის ახლა ცუდი? ის 100 წელი ვერ გაიგებს ის მდიდარი, მე ყველას ვამბობ თუ ზოგიერთს. რატომაც არის ეს ცუდი, არის ის, რომ ამას აქედან რომ ვამბობთ, ისმენს ჩვენი ტვინი აქ და იჯერებს. და თუ შენ ამბობ, რომ ყველა ცუდი გზით მდიდრდება, შენ ვერ გამდიდრდები ვერასდროს, იმიტომ რომ შენ ხო პატიოსანი ხარ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სხვებზე რომ ვლაპარაკობთ, მარტო იმიტომ კი არ არის ეს ცუდი ან უსამართლო, რომ შეიძლება იმას არ ეკუთვნოდეს და არ ერგებოდეს და იმის მიმართ იყოს უსამართლო. ეს უსამართლოა ჩვენი თავის მიმართ, იმიტომ რომ ჩვენს თავს ამ დროს ვაჯერებთ სისულელეებს. აი ამას მაგალითად კურსზე ძალიან აქტიურად ვხსნი ხოლმე, რომ თუ თქვენ გჯერათ და იმეორებთ, რომ საქართველოში დამკვეთებს ყველა ბიზნეს მონა უნდა, კი შეიძლება ბევრის შემთხვევაში ესე იყოს და ბიზნესს რა თქმა უნდა მომუშავე კადრი ჭირდება რომ იარსებოს. არ არის საჭირო რომ შენს ტვინს ეს დააჯერო, იმიტომ რომ თუ შენ გჯერა რომ ყველას მონა უნდა, შენ რა თქმა უნდა არ დაუშვებ რომ მონა იყო და შესაბამისად არ იმუშავებ. ოღონდ ეს არ ხდება ცნობიერ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ხარჯზე. ეს ხდება არაცნობიერ დონეზე და შენი ტვინი უბრალოდ დაბლოკავს ყველა შესაძლებლობას იმისა, რომ დაიწყოს მუშაობა. შენ თუ გჯერა რომ ფული ხელის ჭუჭყია, ეს ფული შენთან რომც მოვიდეს, იქნები მფლანგველის პოზიციაში და ძალიან ბევრს დახარჯავ. იმდენს დახარჯავ, რომ არ გაგიჩერდეს. ვერ დაზოგავ, ვერ ჩადებ ინვესტიციაში და ასე შემდეგ. მდიდრებს, უпростоრად მდიდრებმა იციან, რომ ფული არის ენერგია.
ზუსტად ამიტომ არის მთელი ფინანსები, მდიდრების მთელი ფინანსები ჩადებული ფასიან ქაღალდებში, რომ ამან იმოძრაოს, იმიტომ რომ ენერგია სჭირდება მოძრაობას, სჭირდება სწორი მართვა. და ამან უნდა გამოიმუშაოს კიდე თავისით რაღაცა. ესე რომ მუთაქებში ჩადებული ფული დიდრებს ზოგადად არ აქვთ. ან უძრავან მოძრავ რაღაცებში აქვთ დაბანდებული და ძირითადად ხო აი რატო იცვლება ხოლმე მათი ფულის დოზა, რომ აი ილონ მასკი ერთ წამში გამდიდრდა ამდენით, ან 2 საათში დაკარგა ამდენი. იმიტომ რომ ეს ფინანსურ ქაღალდებში აქვთ ჩადებული, აქციებში აქვთ ჩადებული და ეს მოძრაობს. თორე ხო მუთაქაში რომ მედოს ის არც დაიკლებს და არც მოიმატებს თუ არა მოვაკელი, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანია და მე როცა ეს გავიაზრე რომ რამდენად მნიშვნელოვანი არის ფულთან შენი დამოკიდებულება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაშინ როდესაც სხვა რაღაცაში ხარჯავს და შენ ამაზე ბრაზდები, აი TikTok-ზე არის ხოლმე რა კომენტარები, ძირითადად TikTok-ზე ან Facebook-ზე იწერება ხოლმე ესეთ რაღაცები, რომ აი ვიღაცამ დაწერა რომ რაღაცა ტუშში ან რაღაცაში გადაიხადა ძვირი და ამ დროს ხალხი შოქშია, რომ აი ამდენ ბავშვია და შენ რაში ხარჯავ ფულს, პირველ რიგში ესეთი ადამიანები როგორც წესი იმ შივრებს არ ეხმარებიან. მე ძალიან მჯერა, რა თქმა უნდა, ჩემი პერსონალური აზრია, ძალიან მჯერა, რომ ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებაში არის ჩართული, არასდროს ამუნათებს სხვებს იგივეს გამო, რომ აი შენ რატო არ ეხმარები. პირველ რიგში შეიძლება ეხმარება და შენ ვერ ხედავ, გამოგრჩა. შეიძლება არ გაუშუქებია, ან გააშუქა და გამოგრჩა. აი რა იცი. ჯერ აქედან დავიწყოთ, მაგრამ ზოგადად მე მგონია რომ ადამიანებს რომელთაც ქველმოქმედების გამოცდილება აქვთ ძალიან კარგად ესმით რა არის ქველმოქმედება ძალიან კარგ და პირველ რიგში უყვართ ადამიანები და როცა ადამიანი გიყვარს მაქსიმალურად არ ვიცი ცდილობ რომ არ დააზიანო ცდილობ არ დააბრალო რაღაცა იმიტომ რომ შენ როდესაც სხვას რაღაცაზე ამუნათებ რანერი სიტყვა საერთოდ არ ვიცი სხვას რაღაცაზე ამუნათებ შენ არ ხარ დარწმუნებული ის იმსახურებს თუ არა ამას და თუ ზოგადად ადამიანების მიმართ სიყვარული გამოძრავებს არ დაამუნათებ არავის იმიტომ რომ შენ იაზრებ ამას რომ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია აი ხლა მიუხედავად იმისა რომ ჩემს ვიდეოზე რა კომენტარებიც დაიწერა მართლა გულწრფელად არც ერთი არ მწყენია და კი შეიძლება უმეტესობას ვეთანხმები კიდეც რომ ჩემი ეს თხოვნა ამ საქართველოს მდგომარეობაში არის კონტექსტიდან ამოვარდნილი და ასე შემდეგ ეს რა თქმა უნდა წინასწარ გავიაზრე ვიცოდი დარწმუნებული ვიყავი მაგრამ დავდე ეს ყველაფერი სასწორზე გავრისკე იმიტომ რომ არ გავუშვებდი ამ შანს ხელიდან ანუ უბრალოდ რაღაცის კომპენსაცია იყო. მე იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ეს ნაბიჯი ბევრი ადამიანისთვის მამოტივირებელი იქნებოდა, იმიტომ რომ გამბედავი ნაბიჯია დახმარების თხოვნა ქვეყანაში, სადაც ვისაც უჭირს, ისინიც კი არ ამბობენ გვიჭირსო. იმიტომ რომ სხვენიათ. მე როდესაც და ხო ის მინდოდა მე თქვა, რომ აი მაგალითად ჩემი მისამართით იმის წერა, რომ ხალხს უჭირს და ვიღაცავს პური არ აქვს, ჩემი აზრით, ჩემი მისამართით უსამართლობაა. იმიტომ რომ, რა ვიცი, ეს ძალიან კარგად ვიცი. და თუ კი ვინმეს ერთ ვიდეოზე მეტი რაღაც უნახავს ჩემი აქტიურობის წესით ეს ნაწილი იცის, იმიტომ რომ, რავი, ქველმოქმედება ჩემი არსებობის ერთ დიდ რაღაცას შეადგენს. ყველაფერს არ ვაშუქებ, რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცას რაღაც გადავურიცხე კამერით, მაგას არ ვიღებ, თუმცა მე მგონია რომ ნებისმიერი სიკეთე ძალიან ხმამაღლა უნდა კეთდებოდეს და კატეგორიულად ვეწინააღმდეგები იმას, რომ სიკეთე უნდა იყოს ჩუმი, ანონიმური, ვინმეს რო ეხმარები არ უნდა ვინმეს რომ ეხმარები, ამის შესახებ უნდა იყვირო. იმიტომ რომ ესე ხდება გადამდები ყველაფერი. მე რომ თავის დროზე არ მენახა რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან. მე რომ არ მენახა რომ თურმე შესაძლებელია Facebook-ზე დაწერო შენი ანგარიში ხალხმა ჩაგერიცხოს და წახვიდე ამით ვიღაცას დაეხმარო, ეს ჩემით არ მომაფიქრდებოდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც სიკეთეს აკეთებდნენ და არ ჩუმდებოდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არ ჩუმდებოდნენ, იმიტომ რომ მე ვისწავლე როგორ უნდა ვაკეთო სიკეთე. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგი რაღაცები ვაკეთოთ მაქსიმალურად ხმამაღლა. ამაზე TikTok ვიდეოც ჩავწერე, რომ არ უნდა ვაზიაროთ
ესეთი რაღაცები. რატო არ უნდა ვაზიაროთ? აბაზრზენი არის პოლიტიკოსი რომ იდის გაჭირვებულ ოჯახში და იმის რომ 4K ვიდეოებს რო იღებენ. ეს ამაზრზენია, იმიტომ რომ იცი რომ ეს დახმარება კი არ არის იქ მიზანი, პრესტიჟი არის მანდ მიზანი. მაგრამ მე ჩვეულებრივი ტიპი რომ ვიხვეწები რომ რაღაცა ვიღაცის საჭმლის 40 ლარი შევაგროვოთ, ეს რანაირად შეიძლება ჩემი პრესტიჟის მიზანი იყოს. მე ხო გულწრფელად ვწუხვარ და ვიღაც დაინახავს ამას და მიხვდება რომ უი ესე შეიძლება კეთება, მეც ესე დავიწყე 6 წლის წინ. მეც ესე უბრალოდ დავინახე რომ უი შესაძლებელია თურმე სოციალური ქსელი თურმე გაძლევს ამის საშუალებას, რომ ადამიანებს ესე დაეხმარო და მეც ესე დავიწყე. ამიტომ მე მგონია რომ მაქსიმალურად ბოლომდე და ბოლო ხმაზე უნდა ვიყვიროთ, როდესაც კარგ რაღაცებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ადამიანები მიხვდნენ, რომ თურმე შეიძლება კარგი რაღაცის გაკეთება. გარდა იმისა, რომ ეს ვიღაცისთვის შეიძლება ინსტრუქცია იყოს პირდაპირ როგორ შეიძლება კარგი რაღაცების კეთება, ამას გარდა ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომელთაც არ ჯერათ, რომ კარგი ადამიანები არსებობენ. იმდენი ცუდი ნახეს ცხოვრებაში, იმდენი ვიღაც მოექცა ცუდად, რომ მათ აღარ ჯერათ, რომ სიკეთე არსებობს, აღარ ჯერათ, რომ ვიღაცა უანგარო არსებობს. ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ. ამ ადამიანებს ჭირდებათ იმედი და როცა ვიღაცა დაინახავს, რომ მე არ აქვს მნიშვნელობა მე რა მქვია, ვინ ვარ და რას ვაკეთებ. როდესაც ვიღაც დაინახავს, რომ მე ვაგროვებ ვიღაცა მოხუცისთვის ფულს, რომ იმას საჭმელი მივუტანო, შეიძლება მეორე დღეს ჩემი სახელი დაავიწყდეს, მაგრამ ფაქტი, რომ ეს მოხდა, არ დაავიწყდება და იმედი, რომ ადამიანები სიკეთეს კიდევ აკეთებენ სამყაროში, ძალიან მნიშვნელოვანია. აბა რა უნდა ვაზიაროთ? ანუ ის რო არის ხოლმე რაღაც TikTok ბათლები და ერთმანეთს რო ლანძღავენ, ეს გასაზიარებელია? ეს არის ლოგიკური რაღაც, ერთმანეთის კრიტიკა არის გასაზიარებელი? ვინ რა სწორად თქვა, ეს არის გასაზიარებელი და არა ის, რომ მივედი და ვიღაცას დავეხმარე? ეს ხო აბსოლუტური სიგიჟეა. და ესეც ამ რაღაცებიდან მოდის, ანუ ჩვენ ხო გვასწავლეს, რომ ძალიან თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ჩვენს თავზე კარგი არაფერი უნდა ვთქვათ, სხვებმა უნდა ილაპარაკონ ჩემზე კარგი და ასე შემდეგ. რატო? ძალიან ცუდი, ძალიან უხეში, ძალიან მახინჯი ფორმით ჩაგვიდეს თავმდაბლობა გონებაში, ბავშვობაში. და ეს მგონია, რომ მე არ ვიცი სხვა ქვეყნების, სხვა ერების და სხვა კულტურების ის როგორი არის აზროვნება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველებს ძალიან დაგვიმახინჯეს ეს წარმოდგენა. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემ თავობაში ესეა. მაგიტომ გვაქვს თავდაჯერებულობის ამხელა პრობლემაც, რომ არასდროს არ გქონდა იმისი უფლება და საშუალება, რომ საკუთარ თავზე რამე კარგი გვეთქვა. და ეხლაც მაგალითად სოციალურ ქსელში რო თქვა, რომ ვაიმე რა ლამაზი ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ღიზიანდება. იმიტომ კი არა რომ არ გეთანხმებიან, შეიძლება თვითონაც ფიქრობენ რომ ლამაზი ხარ, მაგრამ მათ აი აქ ძალიან ღრმად ვერ უმკურნალეს ამ ნაწილს, რომ საკუთარ თავზე კარგი არ უნდა თქვა. და რა შუაშია ეს ყველაფერი ფინანსურ ბლოკებზე და სიღარიბის ტრავმაზე ვლაპარაკობდი. რეალურად შუაშია, იმიტომ რომ როდესაც შენში ამდენი ბლოკები გროვდება, რა თქმა უნდა, ეს ფინანსურ ნაწილსაც ბლოკავს და ქართველებში რომ ესე ღრმად არის ეს ფინანსური ტრავმა, უშუალოდ ფულის ზიზღი და ფულის ზიზღი გვაქვს რეალურად და რა თქმა უნდა, ადამიანი ვერასდროს ვერ იშოვის ფულს, თუ მას ეს რაღაცა ეზიზღება. არასდროს არ შეინარჩუნებ ცხოვრებაში რაღაცას, რაც გეზიზღება. ყოველთვის ეცდები, რომ ეს მოიშორო. და ეს რა თქმა უნდა ძალიან ბევრ რაღაცასთან არის დაკავშირებული. შენ თუ თვლი რომ ფული საზიზღრობაა, ჭუჭყია, ის არის, როცა ვიღაცა ფულს ითხოვს, შენ რა თქმა უნდა გაგიჩნდება უარყოფითი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა არ მოგეწონება ეს ამბავი. მაგრამ ამასთანავე ზუსტად მაგასთან არის დაკავშირებული, რომ საცოდავი ადამიანები გვიყვარს, იმიტომ რომ მათ ფული არ აქვთ. და ესეთი ტიპის მდგომარეობას და შრომას ვთვლით ღირსეულად. მაშინ როდესაც აკეთებ ყველაფერს, მაგრამ ფული მაინც არ გაქვს. მე რომ მუშაობდი, იმაში რა ქვია, მე რომ მუშაობდი კაფეში, თბილისში რომ ჩამოვედი, თავიდან ჯერ მუშაობდი ორნაბიჯში, ძალიან მომატყუეს, გადამაგდეს, რა ყველაფერი გამიკეთეს მაგ ორნაბიჯში. მე რომ მუშაობდი რუსთაველზე, ძეგლის გვერდით, რომ გადახურული ის არის, რა ქვია, აი ვინმეს იცნობთ, ვისაც მან დუმუშავია, ქოლგები არის გადახურული. არ ვიცი
ვინმე თუ დადის მანდ, მაგრამ მოკლედ მაგ ქოლგებში ვმუშაობდი 24 საათიანი ცვლები მქონდა. 24 საათიანი ცვლები. და მაგის მერე ვმუშაობდი კაფეში. რუსთაველზე, მაშინ იყო Coffee Bean and Tea Leaf, ესეთი კომპანია, რომელშიც ვმუშაობდი 3 წელი. და თავიდან პირველი წელი ვიყავი დამლაგებელი. კი მიპრანჭავდნენ სახელს რო აი დამხმარე გოგონა და რაღაცები. დამლაგებელი ვიყავი, ჩვეულებრივად ვალაგებდი ყველაფერს. ხელები მქონდა გაუბედურებული, გადატყავებული, იმიტომ რომ ხანდახან იმას რა ქვია, ხელთათმანებს არ ვყიდულობდნენ. და ხელფასი რამდენი მქონდა, იცით? 350 ლარი. და ქირაში რამდენს ვიხდიდი, იცით? 200 ლარს. და მაშინ, როდესაც აი მაგას ვაკეთებდი, რომ ჩემი კრაშები რო გამოივლიდნენ ხოლმე და მე ქუჩაში დომესტოსით რო სკამებს ვხეხავდი, აი მაშინ ჩემი ნათესავები ასე თავზე ხელს მისვამდი როგორ შრომობს. მაგრამ 500 პროექტს რო მართავ, ჩემი ნათესავები მაგას აღარ მეუბნებიან, უცხოები მეუბნებიან. უცხოები მეგობრები ვიღაც ხალხი სოციალურ მედიაში რო აი мотиваციას გვაძლევდა ის და რა კარგი გოგო ხარ, მაგრამ ნათესავები მაგას დიდად აღარ მეუბნებიან. იმიტომ რომ ეს უკვე აღარ ასოცირდება შრომასთან. მაშინ როცა მე 500 პროექტს მართავ და არ ვმართავ 500 ეხა ამ წამს 200 პროექტი მაქვს. მაგრამ ნახე ის შრომა იყო პატიოსანი შრომა. შეიძლება ეხა ეს შრომაც ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ნუ რავი შრომა. თუმცა ეხა ონლაინ რომ მუშაობ, ხალხი დიდად არ ფიქრობს, რომ შრომობ. მაგრამ აი ზუსტად მაგის თქვა მინდოდა, რომ იმ ტიპის შრომა იყო პატიოსანი. იმიტომ რომ ძალიან დაბალი ხელფასი მქონდა და ვაკეთებდი ისეთ საქმეს, რომელიც საზოგადოებაში მთლად ლამაზი საქმე არ არის, ძირითადად ეცოდებათ ხოლმე დამლაგებლები. მე არ ვთვლი ეგრე. მაშინაც საკმაოდ ისე ნელ-ნელა თავიდან კი იყო ცოტა რაღაცა ისეთი, მაგრამ ნელ-ნელა ძალიანაც შევიფერეს დამლაგებლობა და ძალიანაც მომწონდა და ისეთი სკილები შევიმუშავე, რომ 5 წუთში შემიძლია ნებისმიერი სიდიდის სახლი დავალაგო მგონი, იმდენად სწრაფად შემიძლია მუშაობა. და ძალიანაც თავდაჯერებული ვიყავი ხოლმე, ანუ არანაირი პრობლემა არ მქონია და ეხლაც მაგალითად მე მაგალითად არ ვცდილობ რომ დამლაგებლებს სახელი გავუპრანჭო, იმიტომ რომ მგონია რომ ეგ აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ რომ საქმე არასდროს აკეთებენ და ეს საქმე არის დალაგება და სახელის გაპრანჭვით შენ ამბობ რომ ეს ცოტა გრეხია და მოდი ახლა ეს რაღაცა გადავაკეთოთ და გავულამაზოთ და დამხმარე და ის და ეს არა. უბრალოდ არ შეიძლება. და ძალიან არასწორია. ისიც ისეთივე საქმეა, როგორც შენ რო არ ვიცი, ნებისმიერ რასაც აკეთებ. და იმასაც ჭირდება სხვათა შორის პროფესიონალიზმი, იმიტომ რომ რაღაცებს მე ისე ვალაგებდი, რომ ფილიალიდან ფილიალში დავყავდი, მაგალითად ფრის აპარატს. ანუ მართლა 4 ფილიალი გქონდა და 4-ვე ფილიალში ვარ ნამყოფი ფრის აპარატის გასარეცხად, იმიტომ რომ ამაში ვიყავი პროფესიონალი. აუ ძალიან კაი ამბავი იყო. მე სხვათა შორის ჩემი თვისწავლე ბარის რაღაცები და ყავა და ძალიან რაღაც სტანდარტები ჰქონდათ და მე გადავედი ბარისტად და მაშინ ჰქონდა უკვე 750 ლარი ხელფასი. ხო და ამით იმის თქმა მინდოდა მოკლედ, რომ ძალიან ცუდი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანებს ფულთან და ზოგადად ჩვენს ცხოვრებაში რაღაცები არასწორად რომ მიდის ხოლმე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, ანუ იმდენი ტრავმა და კომპლექსი აისახება ფინანსურ ნაწილზე, იმდენი რომ აი ვერც წარმოიდგენთ. აი ძალიან ბევრი. ამიტომ მგონია რომ ძალიან დასაფიქრებელი საკითხი არის და ჩასაღრმავებელი რომ მე რა დამოკიდებულებები მაქვს ფულთან. მე მაგალითად ფული მეგონა ისეთი რაღაც, რაც ძალიან რთულად საშოვნელი უნდა ყოფილიყო. და პირველად, როდესაც ცოტა ფული გამიჩნდა და ეს იყო მგონი 4 წლის წინ ალბათ, ნაიკის ბოტასები მინდოდა მთელი ცხოვრება, რომ ვუყურებდი ხოლმე, ძალიან მომწონდა რა და მერე ვიყიდე 200 ლარი გადავიხადა, ვიყიდე წერეთელზე და რომ მოვდიოდი სახლში. აი, გავაცნობიერე, რომ ხელში მიჭირავს 200 ლარიანი ფეხსაცმელი, რომელიც არასდროს არ მქონია. ანუ 200 ლარიანი არაფერი არ მქონია. და გავაცნობიერე, რომ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. და ჩემ მეგობარს დავურეკე ეგრევე, რომ მეთქი ეხლა იცი ბოტასებში 200 ლარი გადავიხადე და თავს ცუდად არ ვგრძნობ. და რატო უნდა იგრძნო ეს მეუბნება? მეთქი აი აქამდე სულ ვგრძნობდი. რა როგორ უნდა გადაიხადო მაგდან? მეგონა რომ
აი მაგორას ლარს თუ გადავიხდიდი რაღაცაში მაგხელა ფულს, მე საერთოდ აღარ მექნებოდა. იმიტომ რომ ყველაფერი ბევრი მეჩვენებოდა და ნელ-ნელა ამ რაღაცა განკურნებას რო იწყებ შენი ტრავმების და შენი დამოკიდებულებების ფულთან მიმართებაში ძალიან ბევრი რაღაც ლაგდება. მათ შორის თავდაჯერებულობასაც ეხება ეს და ძალიან ბევრ სხვა ასპექტსაც. იმიტომ რომ რაღაცების დაშვებას სწავლობ. მოკლედ მგონი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. შედარებით პატარა კალოკასტი გამოვიდა. იმედია რომ ვთქვი რაც მინდოდა მეთქვა, არ ვიცი, იმიტომ რომ რო ვლაპარაკობ ხოლმე იმდენად ფლოუში ვარ, რომ ვერ ხვდები რა ვთქვი მანამდე, ანუ წინა ნათქვამი მავიწყდება და ეხლა წარმოდგენა არ მაქვს რა ვილაპარაკე. უცნაური რამეა ეს ფლოუ. მოკლედ, კარგად.